მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ? ხომ ხართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად, ჩემო ძვირფასებო, ძალიან მომენატრეთ. მოკლედ, ჩემი ესეთი გიჟური თავგადასავლების ფონზე, ამ საგიჟეთის გიჟური საქმეების, მართლა ჩვეულებრივი საგიჟეთი მაქვს, არ ვამატებ არაფერს ჩემო საყვარლებო, იმიტომ რომ იმდენად ბევრი საქმეა, მართლა მე ვიცი რომ შეიძლება ეხლა ან გეწყინოთ ან რაღაც, მაგრამ ფიზიკურად ვერანაირად ვერ მიხერხდება, რომ ესე ხშირად ჩავწერე ვიდეოები. მე მესმის, მაგრამ თქვენიც მესმის, თანავარდოთ ხო, სურნელოვანი ჭხირი. აბსოლუტურად ყველაფერი მესმის, მაგრამ ისიც ვიცით, რომ საჯარო გაშლა დაახლოებით არის მინიშნებები, რომ გადმოხვიდეთ პირად კონსულტაციებზე, ხო? საჯარო გაშლიდან სურნელოვანი ჭხირი მოვატაროთ. ვინაიდან ეს ჩემი სილამაზე დაგანახოთ ერთი წუთით, თან მინდა დაგანახოთ, ეს არის ჩემი პირადი და თქვენც თუ გენდომებართ, ეს არის ხელით დამზადებული სურნელოვანი სანთლების შეხედვით პირადის, საოცარი, ასევე ფინანსების, კარიერის ყველაფრისთვის მზადდება. იმუხტება, კოდი იდება იმ ადამიანზე, მისი დაბადების წელი თვედა რიცხვით, ვისთვისაც გზავნი, ხო, გვაგზავნი ყველგან აბსოლუტურად და ასე რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომმართოთ სანთლებთან დაკავშირებით, არის ჯერ საქმისთანაც, რა თქმა უნდა და სანთლებთან დაკავშირებითაც. და დაახლოებით 3 დღე გვჭირდება და ხელნაკეთია სანთლები და მე უკვე ორიღამე დრო დავმუხტოთ თქვენი დაბადების წელი თვედა რიცხვით. მოკლედ ეს ხა მცირე გადახვევა, ამიტომ პირად ჩემწერთ ამასთან დაკავშირებით ყველაფერს. ხო, და რას გეუბნებოდით, მართლა, თავს ისე გამოდის, რომ თავს ვემართლებ, მაგრამ მართლა ასე არ მინდა იფიქროთ, რომ როგორ ვერ იცლის, ასე ვთქვათ, ხო, რომ ის რაღაცა 15 წუთი დრო მესმის. მართლა მეცით როგორ განვიცდი ხოლმე, იმიტომ რომ ყველა საჯარო გაშლაზე მე თქვენთან ერთად ჩავიფიქრებ ხოლმე. ხო და ჯერ ისედაც ვიცი რომ როგორ ელოდებით, მაგრამ რა გავაკეთო, მითხარით ფიზიკურად არც დღემზინას, არც გამემზინას, რომ მაქსიმალურად მოვასწრო ხოლმე სანთლების დამუხტა, რიტუალები, მით უმეტეს ახლა ვიცით ხო იდეალური პერიოდია. გავიარეთ მძიმე სიტუაცია, დაბნელების კორიდორი, ცოტა არეული მდგომარეობები და ყველაზე მთავარი კიდე რაც შეეხება იმას, რომ ადამიანები, ნახეთ ცოტა კი არ ვიცი, განა ვინმეს და არავინ არავის დღეს არაფერს არ აძალებს, ან გვინდა, ან არ გვინდა, ხო? ნახეთ, როცა ვხედავთ, რომ პრობლემაა, როცა ვხედავთ, რომ ესეთ ლაფსუსებში ვართ, თქვენ თვითონვე ხო ხვდებით, სად იმყოფებით, რა სიტუაციაში იმყოფებით, რა ხდება, რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ჩვენ თავს. თქვენ თუ ვერ ხვდებით, ხო, აგერისთვის ვართ. კიდევ ვიმეორებ, ცარიელი სიტყვებით, მხოლოდ ცარიელი ლოცვები არ არის ჩემთან და ცარიელი რიტუალები. თუ რამემ ჩვენ თუ რაიმე ნივთმა ნახეთ კონკრეტულმა არა იღო მის თავზე, მაგია იქნება ეს, ავითვალე იქნება ნეგატივი, დამიჯერეთ, ესე კი ბატონო, ლოცვა ძლიერია, მაგრამ რაღაცა უნდა აიღოს მის თავზე. ამდენი წელი ამით ცხოვრობ მის გარეშე და ამ ნივთების გარეშე გარეთ არ გავდივარ, თანერჩევზე პირადში შეგიძლიათ გადმოგბრძანდეთ და მკითხოთ, YouTube-ზე ნომერი არის, YouTube-ზე ვიდეოს ბოლოში, შეგიძლიათ გადმოგბრძანდეთ, WhatsApp, Viber, Telegram-ზე, ხოლო TikTok-ზე მწერთ პირადში. ამიტომ ამაზე მე მართლა არც დრო მაქვს ფიზიკურად შემოსაყვარლებო და არც ვაპირებ ამდენი ენერგია დავხარჯო, იმიტომ რომ როცა ვიაზრებთ და ვიცით რომ გჭირდება, ესე იგი გჭირდება, ხო? ანუ სწორ ადგილას მოხვდით. და ყველაზე ძალიან უდიდესი მადლობა პირველ რიგში რა თქმა უნდა იმიგრანტებს, იმიტომ რომ არ ვიცი, საოცარი ემოციებით მუხტავენ და დილის 7 საათზე მე რომ იმიგრანტის მესჯი მომდის, ვისთანაც ვთქვათ, შუაღამეა, ხო, ვინც ამერიკაშია, თუ იტალია, საფრანგეთი, ლონდონი, რა მეშვება 2-3 საათით ადრე, ესე იგი გამთენიასაც კი რომ იწერებიან ჩემთან, რამხელა სიყვარულს უგრძნობ, მე გამორიცხული, ძალაც კი არა მაქვს იმდენი კიდე და რა შემიძლია იმდენი მადლობა გადავიხადო ამ სითბოსთვის და სიყვარულისთვის, ხო მე რა შემიძლია და როგორ შემიძლია გიხმარებით.
ასევე ყველაზე ძალიან დიდი მადლობა ჯერ ყველას აუცილებლად და განსაკუთრებით დიდი მადლობა ვინც მენდობით და ჩემთვის იცით რა არის ყველაზე საოცარი სიტყვები რომ აი ამდენს ვუსმენთ და თქვენთან მოვედით ამდენს აი გულით საუბრობთ გულით იცით რატომ საუბრობ შინაგანად იცით რატომ საუბრობ ადამიანები ვართ და გრძნობთ ხო ძალით ვინ საუბრობს იმასაც ეთყობა და შინაგანად გულით იმიტომ რომ არც ვიქებ თავს არც ჭირდება თავის შექება აგერ მე იმდენი ადამიანი მყავს გარშემო ნამდვილად არ მინდა არ შექება არაფერი უბრალოდ ყველა თვითონ გრძნობს ვინ არის სწორი ვინ არ არის სწორი არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ უბრალოდ ზუსტად იცია რომ სწორ ადგილას მოხვდნენ და ყველაზე მთავარი სწორი კუთხით როგორც სწორია სამყაროში ისე ვაკეთებ არ გადამიხვევია ბალანსისთვის არ დამირღვევია ბალანსი ასე რომ ჩემო ძირფასებო არც დავუშვებ რომ რაიმე ასე ვთქვათ ჩვენ შორის დაირღვეს და რაიმე არასწორი გავაკეთო ძალიან ბევრი მესიჯი მომდის გავუკეთოთ ეს მინდა ქმარიც ყავს მაგრამ ესეც მინდა ესე არ ხდება ჩემო საყვარლებო თუ მე არ დავინახე რომ ის ადამიანი თქვენია ესე ვერ დავდგები და ვერავის არაფერს ვერ გავუკეთებ ხა წარმოვიდგინეთ რომ მქონდეს უფლება რამდენი ბოდიში მაგრამ რა ვიცი ვიღაცა აი ტიპი რომ მომეწონება მოდი აბა ამასაც როგორ შეიძლება შვილები ყავს შვილები ყავთ ვისაც ყავთ ხო ვისაც შვილები გვეზრდება თოთო ბავშვები როგორ შეიძლება ეს არის უდიდესი ცოდა ან ვინ მოგცა უფლება ხო სამყარო მოგცათ უფლება ამიტომ შავმაგიას არ მივეკუთვნები არ ვარ შავმაგიასთან ახლოს მე იშვიათად წერ ვიდეოებს და ამიტომ ვალდებული ვარ კი შეიძლება არ გიყვართ ხოლმე წინა მონოლოგი რასაც საუბრობ მაგრამ ვალდებული ვარ ვისაუბრო იმიტომ რომ ძალიან ბევრი მესიჯი მოდის ეს ჭირდება გავუკეთოთ მოდი ჩამიკეტე მოდი არავის არ ჩავკეტავ თუ თქვენი არ არის კი ბატონო თუ თქვენია და თუ თქვენი ადამიანია და თუ ხედავ ამ ყველაფერს ხო დაგეხმარებით მაგრამ ესე რომ მომინდა და მოდი ეს ჩამიკეტე და ხვალე თქვენ გაიღვიძოთ და ვიღაც სხვა მოგინდეთ ბოდიშით მაგრამ არ ხდება ხო არ არის სწორი უბრალოდ ნახეთ მე ძალიან დიდ ცოდვას ჩავდივარ სამყაროს წინაშე და თქვენს და თქვენ თუ შვილები არ გყავთ ბოდიშით და კიდიათ რაღაცები მე არ მკიდია და არც უნდა გაიკიდოთ ვისაც არ გყავთ კიდე იმიტომ რომ მომავალი დედები ვინც ხართ მით უმეტეს არ შეიძლება არასწორი საქციელთ თორე ვინც თქვენია და მე ვნახავ დიაგნოსტიკით და გავივლი საკითხებს და ნამდვილად კი ბატონო გვიღირს აი მწერენ რომ სამ მაგს ჩავრიცხავ რა თმინდა სამ მაგი ან ფული ვინ გითხრათ რომ ფულზე რო იყოს აქ მე მხელა თანხებს ვიტყოდი და დავწერდი რომ რა ვიცი ხო ამიტომ არანაირი თანხა არ მიღეს იმათ რომ რამეს არასწორი დავაკეთო ამიტომ ძალიან გთხოვთ კი ბატონო გზავნით ფოტოებს ვნახულობ დიაგნოსტიკით დღის განმავლობაში გიკავშირდებით თუ თქვენია კი ბატონო დაგეხმარებით თუ არ არის თქვენი მაგასაც გეტყვით ეს ინფორმაცია მე აუცილებლად უნდა მეთქვა ეხლა კი გადავიდეთ საკითხზე მე ვფიქრობ ძალიან მოგენატრათ ეს გაშლა და ძალიან გული წყდება გადმოვიტანე ჩემი მაგი და აქეთ ხარეს ცოტა ის ადგილას არის შუქი არ უტყავს და ვფიქრობ ეხლა რა შეიძლება გავაკეთო რომ ისე რომ გამოვანათოთ ცოტა ისეთი ნახოთ სურთი წამით დამელოდეთ სულ მოპატიეთ ეხლავე ისე ცოტა ავაჩხიალე მაგრამ არ ვუშვას მაინც მინდოდა დღეს რატომღაც მინდოდა წითელი სამთელი ამენთო და ამიტომ იმიტომ რომ გრძნობებზე ვშლი და თან გაგვინათებს ეხლა ხოლმე სამთებია თორე ეს თარ შეიძლება ასაკს თუ ნაღვანთოთ მოდით ესე ძალიან მინდოდა რომ წითელი სამთელი ამენთო ჩემი რათა კუშნას ქანდაკება, აი გიშდები ამ ქანდაკებაზე, ჩემო ძირფესებო. მოკლედ ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი. ასევე თუ იცით დაბადების წელი თუ დარიცხვით, ჩვენ ამ სამყაროში კოდებით ვართ, დაბადების წელი თუ დარიცხვით, ამიტომ შეგიძლიათ ასეც ჩაიფიქროთ.
მოდით. და დღევანდელი დამამწყდა სათაური მე თქვა, წარმოიდგინეთ როგორ გადაღლილი ვარ, გრძნობები და სავარაუდო და რა უნდა რას უნდა ველოდოთ ამ ადამიანს. მოდით. ჯერ ვნახოთ სიტუაცია თქვენსა და თქვენ პარტნიორს შორის, შემდგომ ვნახოთ გრძნობები, კიდევ ვნახოთ გრძნობები და შემდგომ ვნახოთ რას უნდა ველოდოთ. და პირველივე არკანი რითიც იწყება, თქვენი თვალით მინდა დავინახოთ. ბრძოლები, რა სიტუაციაში იმყოფებით თქვენ, პლუს ამას ტრანსფორმაცია ჩაგვერთო. ტრანსფორმაცია დაიწყო თქვენთან, ჩემი საყვარლებო, აშკარად აქ სიტუაციები საკმაოდ გამსაფრებულია, აქ სიტუაციები საკმაოდ არეულია. ეხლა მოდით, მე არ მინდა წინასწარ ამეთქვა, მაგრამ არ მინდა წინასწარ ამეთქვა და всё. უკვე აქ ისეთი არკანები ამოვიდა, აქ 10-იანი ხმალი მიხსნის და 6-იანი ხმალი მიხურავს და ქალბატონი ვისაც და ვინც მიყურებს ჩემო ძვირფასებო, თქვენი თვალით აგერ დაინახეთ, რომელიც იმყოფებით ქორწინებაში, ან შესაძლებელია განქორწინებული, მამაკაცებო, ვინც მიყურებთ თქვენ დასაპირისპიროდ მოირგეთ და 10-იანი ხმლებით იწყება ურთიერთობა, რომელიც თითქმის დასასრულის პირას არის და რაღაცა ახალი გზის საპონელად გადავედით, ოღონდ რა თქმა უნდა, ეს ესე მარტივად არ მოხდა ურთიერთობის რაღაც ეტაპზე დასრულება, აქ ძალიან დიდ ბრძოლებთან მქონდა საქმე, ძალიან დიდი ბრძოლებს გავდივართ, არ ვიცი, ან გავიარეთ და რაღაცა კოშმარული დღეები, ნერვიულობები, არაერთი შეხლა-შემოხლა, განციფრება, განერვიულება და მოკლედ ყველაფერი თავთაყირად აგვიდგა, როგორც აქ ვუყურებ და აქ მოხდა სიტუაცია სწორედ ამ ქალბატონის მიზეზით, თქვენი მიზეზით. ოღონდ ნახეთ, მე კი არ გამტყუნებთ, მე იმას კი რაღაც ეტაპზე ხო ხვდებით, როგორც ხდება ორ ურთიერთობაში ერთი ადამიანი ბოდიშით, ურთიერთობაში ერთი ადამიანი ორ ადამიანს შორის ერთი ადამიანი არასდროს არ არის მართალი და არც მტყუანი, ასე რომ ორივე ერთნაირად ყურიხართ, ორივე ერთნაირად, ასე ვთქვათ, მართალი ხართ, ყველა თავის კუთხით მართალია, ყველა თავის კუთხით მტყუანია, ხო? ამიტომ ჩემო ძვირფასებო, აქ მე სიტუაციას რასაც უყურებ, პენტაკლების დედოფალი, კი ბატონო, ქალბატონი, რომელიც შვილების დედა, ქალბატონი, რომელიც ან დაშორებული, ან იმყოფება ქორწინებაში, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ძალიან დიდი განხეთქილება თქვენსა და თქვენ პარტნიორს შორის. არ ვიცი, სადამდე იყავით მისულები, უცბად მოულოდნელად დატრიალდა ქარბორბალასავით და ურთიერთობიდან წავიდა ერთ-ერთი. კი ბატონო, შესაძლებელია თქვენს გახადეთ იძულებული, რომ ეს მამაკაცი წასულიყო, მაგრამ ფაქტია, რას ვუყურებ, დაახლოებით რომ გააგრძელოთ ყურება, თქვენია თუ არა ეს ვიდეო, ამიტომ ხო, დაახლოებით აგიხსენით სიტუაცია დასრულებული, თითქმის დასრულებული, ბოლომდე დასრულებული არ არის, რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ ეს ანამ გაშლას არ დავამთავრებ, არ გეუბნებით, ხო, მე ვინ მომწაუფლება, მე ვარ შუამავალი თქვენსა და ტაროს შორის, ამიტომ მე არ გადავახტები, მე არც ამის უფლება მაქვს. კი ბატონო, ჩემს აზრსაც გეტყვით, მე ჩემ აზრს ძირითადად ხარ პირად კონსულტაციებზე უფრო ვეუბნები და ვსაუბრობ, ამიტომ პირდაპირ გეუბნებით ერთ-ერთში გეუბნებით, აქ ურთიერთობა ერთ-ერთმა დაასრულა და განერვიულებული ვაწყდებით კედელს და ვერ გაგვიგია რა ხდება. ეხლა რაც შეეხება სიტუაციას, ვისთანაც მუშაობა ახალი დაწყებული მაქვს, ხო? ანუ მოხსნას რაც შეეხება და დაცვებს. ჯერჯერობით თქვენ თავზე მიიღებთ, იმიტომ რომ თქვენი ლოცვები და სიტუაციები და მოხსნები ჯერ არ დასრულებული, ამიტომ უნდა დაველოდოთ. ხო, შეგიძლიათ ისე უყუროთ, კი ბატონო, ან ზოგადად წარსულის კუთხით უყუროთ. მიხვდით, ჩვენ ვიცით, ხო, ახლანდელი, როდესაც მიმდინარეობს ახლა რა ბრძოლები, ხო? როგორც ახლა ჩვენ ბრძოლებთ, იქ გამოძახებას ვაკეთებთ, იქ დაცვას ვაკეთებთ, იქ პირადის იმუნიტეტს წერთ, მაღლა პლუს ამას თუ ვინმეს რაიმე ჩაკრაზე კონკრეტულზე ვიღაცა ოჯახის წევრისგან გვაქვს პრობლემები და მის თვალსაც ვიღებთ, ამიტომ მოკლედ ძალიან ბევრი სიტუაცია, ხო? შესაბამისად
ანუ როგორც გნებავ, თუ გინდათ მე ხა ისე არ გამიგოთ, რომ აი საჯარო გაშალაო და ვიზეთ მუშაობს, არ ჩაგთვალა. თუ გინდათ მიიღეთ თქვენ თავზე, მაგრამ ეს არ იქნება თქვენთვის დასრულებული. მიხვდით? შეიძლება ვინც კი ბატონო ვისთანაც არ დამიწყდა საქმე, იმან მიიღოს, რომ დასრულებულია ურთიერთობა, მაგრამ და აღარ უნდა აღარც მაგრამ ვისთანაც მუშაობს, ძალიან გითხოთ თქვენ თავზე მოიგეთ. ნახოთ ამ ადამიანის გრძნობები და ეხლა ყველაზე მთავარი ჩემო ძვირფასებო, აქ კი ბატონო, აქ დისტანციაც გვაქვს, არ ვიცი, ქალაქებს შორის, ქვეყნებს შორის ერთმანეთთან დისტანციები გვაქვს და პლუს ამას ჩემო ძვირფასებო, რაც მინდა გითხრათ გრძნობებთან დაკავშირებით, პენტაკლებში ადამიანი, რომელსაც ჩართული აქვს ეგოისტობა, ძალიან მიხარია, რომ ეგოისტობა ჩართო, ესე იგი რაღაცა შეგრძნებები დაგვეწყო, რაღაცა სიტუაციები დაგვეწყო, რაღაცა ასე ვთქვათ, ახალ-ახალი წამოვიდა, ხო, რაღაცა აი ეს რომ გამოღვიძების პროცესები რო აქვთ ხოლმე კაცებს, ხო, იცით როგორც ხდებათ, დაახლოებით ესეთი სიტუაცია წამოვიდა და კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ამ წუთას ადამიანი მუშაობს, შრომობს, თქვენც მუშაობთ, შესაძლებელია ჩემო ძვირფასებო, გრძნობებთან დაკავშირებით, აქ ძალიან დიდ მონატრებასთან გვაქვს საქმე. კი ბატონო, ვისთანაც ვმუშაობ, აქ უკვე ნელ-ნელა მოხსნები დაწყებულია, მაგრამ სიტუაცია ვისთანაც ჯერ არ არის არაფერი დაწყებული. აქ არ გამოვრიცხა ვარსკვლავის არკანით სიშორე, აღმოჩნდა ადამიანი, ხო? და აქ ხედავთ, იმიტომ რომ ტრანსფორმაციაც არის მესამე პირების ჩართულობა. სამწუხაროდ, ნახეთ, სამწუხაროდ, ჩემო ძვირფასებო, ადამიანები, ისეთი ადამიანები დამიკავშირდნენ, რომლებსაც ადრე სასაცილოდ არ ყოფნიათ მსგავსი თემები. რა თქმა უნდა, მე არ ჩემიმჩნევია, იმიტომ რომ მე რა მოხდა, ადამიანები ვართ და ალბათ შეიძლება მეც რო სტუდენტი ვიყავი, მაშინ რო ესეთი რამე გეთქვა, ჩემთვის შეიძლება მეც ვიღაცისთვის თავში რაღაც ჩამერთყა, მოდი ვაღიაროთ, ხო, პირდაპირ. მე არავის ესე ვერც აფერისტულად და ვერც ესე ვაიმე და ესე არ შემიძლია. პირდაპირ საუბრობ რაც არის. მაგრამ ნახეთ, სანამ ჩემ თავზე არ გადავიარე, სანამ ჩემ ჯანზე და ჩემ ძვლებზე არ გაიარა იმ სიმეტრეებმა და თვეებმა და წლებმა, რამაც მე დამაგდოლო გინათ, ხო? და რა თქმა უნდა, მადლობა უფალს, მადლობა სამყაროს, აი ეს მდგომარეობიდან გამოვედი, აი იმ ნივთებს, რაც მე ხა ჩათაში მიდევს, იმიტომ რომ ამან გამიხსნა, ნახეთ, კვანძები გახსნა და გამომიყვანა, ამიტომ მე არ ვიცი ვირას გეუბნებათ, მაგრამ ცარიელი რიტუალები ჩემთან არ ტარდება. მარტო რომ წერენ ხოლმე წმენდები ტარდება დაცვასთან ერთად. მე პასუხისმგებლობა როგორ ავიღო, მარტო როცა ჩაგიტაროთ, რაღაცა ხო უნდა აიღოს თავის თავზე. ნახეთ, ის ნეგატივი რაც თქვენზე წამოვა, კაცო, ხო უნდა აიღოს, თოთო ბავშვსაც კი უკეთია, ხო, თვალის ნიშანი, ამიტომ ამაზე არ დაობთ, ამაზე აღარ ვკამათობთ, მე მგონი უკვე ვიცით ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, ვისაც სასაცილოდ არ ყოფნიდან ან მანამდე და ეხლა უკვე გამოღვიძების პროცესში ხართ. ჩემო საყვარლებო, ნეგატივი იმ თავიდან ამ ბოლომდე ყოველთვის იყო, უბრალოდ რა ხდებოდა და მაგია და აი ეს საშინელი აგრესია თქვენს მიმართ, ნახეთ, და ზოგადად სამყაროს მიმართ. ნახეთ, მაშინ ინტერნეტი იყო ესეთი აქტიური არა. ტელეფონები გქონდათ ესე ჩვენ მშობლებს, პატარა ბავშვები რო იყვნენ, არა. ამიტომ თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ მეტად კეთდებოდა ხოლმე მოხსნები აი ეს სიტუაცია მაგის, იმიტომ რომ და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არც ტელეფონები იყო და არაფერი. უბრალოდ ნახეთ რა მოხდა, ეხლა აქტიური გახდა, ვინაიდან გადავედით 21 საუკუნეში ვართ, ხო? ანუ წინ მივდივართ ნელ-ნელა. ამიტომ ტექნიკა წინ მიდის. უბრალოდ ამ ყველაფერმა რეალურად დადო ფაქტები. თორე განაბებია ჩვენების დროს არ იყო, განაჩვენი მშობლების დროს არ იყო. იყო, ყოველთვის იყო. აი ეს ნეგატივი, რომელიც ჭამდა. თორე რო არ მოგატყუოთ, ამ წუთას რამდენი ადამიანის საქმეც ამ წუთას მე უკვე მაქვს, ესენი არიან 2 თვის შეუღლებულები და 60 წლზე დაშორებულები, ზოგი დედამთილისგან და თან წარმოიდგინეთ, რომ არავის არაფერი არ დაუშავებია, ზოგი როსულ არ იცნობს. და მე რო გაიცნო, ნახეთ, ზოგი უკვე ბეჭედით გაკეთებული და მაშინ დაშორებული, მიხვდით რის თქვა მინდა, ყოველთვის იყო, არის და იქნება თვალი, ნეგატივი და აგრესია. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მე ახლა აქ რა სიტუაციასაც ხედავ. მოდით რა, რეალურად შევხედავ. გრძნობები არის, ეგოისტობა არის, მონატრება არის ვარსკვლავის არკანით, მაგრამ იდეალურად ჩართული მესამე პირების საფუძველზე აბსოლუტურად ცალკე და ნახეთ ყველაზე მთავარი რა არის, რომ დგახართ და ელოდებით.
ყველაზე ცუდი რა არის. რო ელოდებით, რომ რაც უფრო გადის, მით უფრო გადაჩევის პროცესია. გადაჩევის პროცესი რასთან დაკავშირებით ნახეთ, რო რაღაცა ხდება თქვენ შორის, ის უკვე ნელ-ნელა გშორდებათ, თორე განა აღარ უყვარხართ, მაგრამ აი ეს გარეშე ფაქტორები არ აძლევს იმის საშუალებას, რომ თქვენამდე მოვიდეს. ამიტომ კი ბატონო, მელიასავით შეიძლება გაიპარა, კი ბატონო, ურთიერთობა დაასრულა ერთ-ერთმა, როგორც ჩანს მამაკაცმა როგორც ყოველთვის და წავიდა, მაგრამ ყველაზე მთავარი გრძნობებთან დაკავშირებით ჩამოკიდებული სიტუაცია და არანაირი წინსვლა. ამას ჭირდება დაქოქვა, ამას ჭირდება იმუნიტეტის ამაღლება და ამას ჭირდება პირადის ჩვენი мотиваციების წინ წამოსვლა, რა თქმა უნდა, ესეც ნივთებზე კეთდება ლოცვები. ამიტომ ამ საკითხზე მხოლოდ პირადში ვსაუბრობ, შეგიძლიათ მომმართოთ და დიაგნოსტიკის საფუძველზე დღის განმავლობაში მოგეკითხეთ, რა გჭირთ და რასთან უნდა ვიმუშაოთ. ეხლა, მოკლედ, გრძნობები არის, აქ რო გრძნობები არ ყოფილიყო, მე პირდაპირ გეტყოდით, რომ იცი რა არის, გრძნობები არ არის, არც მონატრება, არაფერი და მოდი რა შეეშვი, ვერ გეუბნებით. ვერა ჩემო ძირფასებო, იმიტომ პირიქით ცოდოა, ასეთი ადამიანები ცოდოები არიან და არ შეიძლება მიხდით. ნახოთ მოსალოდნელი ცვლილებები, შესაძლოა რას უნდა ველოდოთ ამ ადამიანისგან. არა, ორიანის უმები თვალზეა გაკრული, ჩემო ძირ ვერ ნახულობს. აი, საოცრება, მოდით რა თქვენი თვალით დაინახეთ, მე ვარ მითხრათ რამე. თვალის არ წარმოდახურა. ერთ-ერთი მაგიაა. მაგიასაც თავი დაანებეთ, დავანებოთ მაგიას თავი. ნეგატივი თვალი და გადატენილი ხართ აი ამ ნახეთ, როდესაც ლოცვებს ვამთავრებთ, როდესაც უკვე მე ამ ნივთებს გაწვდით, რადგან მუშაობას დავასრულებთ, რა თქმა უნდა, რომ ხრიკებსაც გასწავლით ხოლმე შიგადაშიგ რა უნდა გააკეთოთ. ამიტომ ამაზე იდეალური არაფერი ამ საქმეს გააკეთებთ ერთხელ ჩემო ძვირფასებო და მთელი ცხოვრება ამოსუნთქული ხართ. განა რა უნდა გიღირდეთ თქვენი თავისუფლების და თქვენი აი ამ ბედნიერების ფასად, ხო? აი რა უნდა გიღირდეთ, ამიტომ სამყაროსთვის თუ არ გასცემთ, არც მოგცემთ, პირიქით წაგართმეთ ჩემო ძვირფასებო. მნიშვნელობა არა, კიჩეკით და დაელოდეთ, მე არა მაქვს პრობლემა. აგერ არანაირი, უბრალოდ მე მართლა იმდენი საქმე მაქვს, ფიზიკურად ვერ ავდივარ, ყველას ეჩქარება მესმის, მაგრამ მე ახლა ანუ დაახლოებით აქამდე თუ ორ კვირაში ვასრულებდით 25 დღე, ხან ერთი თუ გჭირდება. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, თუ არ მიხურავს ძალიან ყურადღებით მოსალოდნელი ცვლილებები 0-0. მიუხედავად იმისა, რომ ეტრის სარკმელმა შეიძლება რაღაცა დამიქოქოს და რაღაცა წამოვიდეს, მაინც ომიერებას ნარჩუნებს. ამ ბიჭის დაძრა რთული. აი ნახეთ როგორ აქვს თვალზე ახვეული, ვერ იქებს გზას, ვერაფერს ვერ შვება. ვერაფერს ვერ გეუბნებით, რომ აქ რაღაცა მოქმედება იქნება, აქ რაღაცა ცვლილებები ექნება, ვერ ექნება ჩემო ძვირფასებო. რომ როგორც არ უნდა გიყვარდეთ, როგორც არ უნდა ეკაჩებოდეთ, არ სჭირდება, მაგითი უფრო აღიზიანებთ. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადმომისამართით, მომართეთ პირადში, რომ გავარკვიოთ სიტუაცია, ხო? ისევე თქვენ და დაგეხმაროთ, ისევე თქვენთვის არ ვიცახი? ამიტომ ძალიან ყურადღებით, ახვეული თვალებით, ვერანაირ გზას ვერ ხედავს. ვერც გზაჯვარედინს ხედავს, ვერც ზებრას ხედავს, ვერაფერს ვერ ხედავს, წირო წამოვიდეს, მიხდით? ამიტომ რა ჭირდება ასეთ ადამიანს დახმარება, ცოდოა, ჯიბში ნუ ჩაუდგებით. აი ხა ბევრისგან სმენია, რომ აუ თუ არც უნდა და განა არ უნდა. რაღაც არ აძლევს საშუალებას, ხო ხედავთ კაცებზე რა ხდება. ასია დაიტაცებენ და დასრულდა. ამიტომ ცოტა გავანწილებთ გონება, ჩემო ძვირფასებო. მარტო გულით და გაბრაზებით და უიმე და ესე, როგორ შეიძლება? ცოტა ტვინია ვამუშაოთ და მივხვდეთ იმას, რომ ეს მამაკაცი გარეშე ფაქტორებისგან არის ამ მდგომარეობაში და ხო ცოდოა, აბა თქვენ იყოთ, მოდით, ყველაფერს თავი დავანებოთ, თქვენ თავი წარმოიდგინეთ. მე გავლილი მაქვს, ჩემო ძვირფასებო. მე ისეთი რამე გამიკეთეს, ოღონდ ამას არ გეუბნებით, რაც მონაყოლი მაქვს. მე გეუბნებით, რაც არ მომყოლია, სტუდენტობის დროს გამიკეთეს. ყავდა კი ბატონო საქმრო და ძალიან პირადია და დეტალია და ამას ერთადად პირად კონსულტაციებში ვიძახ ხოლმე, მაგრამ მოდით ძალიან მოკლედ გეტყვით, არ მინდა რომ ამაზე რაღაცა ისეთი უცბად გადავუხვევ და უცბად მოკლედ ვიტყვი და კი, ისეთი რაღაც მაშინ ვიყავით 18 წლის, მაგრამ მაშინ ის რომ მითხრეს, რავი იმ ადამიანს რაღაცა ლამის ჩავარტყე თავში, წეგარას გითხარით. მაგრამ სამწუხაროდ მაინც დამენგრა ოჯახი,
მაინც დაინგრა ჩემი სიტუაცია, მიხდით რის თქვა მინდა? და ჯიპში ჩავდექი თუ არც უნდა, განა არ უნდა. იმას უნდოდა, მაგრამ ნახეთ მე რა დამემართა როგორც ეკალი. როგორც ეკლები, როგორც კი ვხედავდი, გავრბოდი და სად გავრბოდი არ ვიცოდი და მაღეზიანებდა და ბოლოს უკვე შემზესხდა. მაგრამ რო გადამიარა წლების მერე, რა თქმა უნდა, რომ მოხსენი მერე. რა ხდება? დაგვიანებულია. მასაც ოჯახი ყავს და მეც უკვე ოჯახი. მიხვდით? ხო ხვდებით რის თქვა მინდა, რო იძახით, რომ ველოდები, რას ელოდებით? რომ ელოდინზეა საუბარი, ვერ ხედავთ, როგორი დაჩქარების ტემპით მივდივართ, რა ხდება ამ სამყაროში? უნდა დავეწიოთ კი არა, უნდა გადავასწროთ. თუ არა და უკან რჩები დროს. აი, მოდით, იგივე შეცდომას დავუშვებთ, რაც მე დავუშვი. უბრალოდ რა მომენტია, მოდით პირდაპირ გეტყვით, ინანებთ. რა თქმა უნდა, რომ მე კი ბატონო დღეს ჩემი შვილების გამო არ ნანობ, მაგრამ რაღაც ეტაპზე ხო ნანობ. ხო, რომ უკვე დანიშნული რო ხარ და უკვე რო ოჯახს ქმნი და აი ესეთ რაღაცას გიკეთებენ და გეგრევა ყველაფერი, თორე კი ბატონო, მე რო უკვე სხვა ოჯახში, ოჯახი შევქმენი რამე ყველაფერი, მაგრამ სამაგიეროდ იმ ადამიანთან დასრულდა. აი ეს მინდა მიხვდით, რომ გაიაზროთ, თორე აი მას არ გეტყოდით, ეს ძალიან პირადია და არ მიყვარს ამ საკითხზე საუბარი. მაგრამ თავი ვალდებულად ჩავთვალე, მე თქვა. ისეც იმიტომ, რომ გამოფხიზლდეთ, თორე თქვენი ნება, ჩემოძვირფასებო, მე რა უფლება მაქვს, მე ვარ შუამავალი და უბრალოდ გეხმარებით. აი ეს იყო დღევანდელი ჩვენი გაშლა და მე ეს ჩემი პირადი რატო გითხარით, ყურადღებით იყავით, არ მომწონს სიტუაცია, აბსოლუტური ჩაკეტვა. ორიანი ხმლები დაპლივის, ამას მთვარე მიხურავს. მთვარე რო გიხურავს, ვიცით რაც ხდება. მარტო მაგია არ არის, აქ კარგი ზემოქმედების ქვეშ არის თქვენი პარტნიორი. ამიტომ რაც მალე ვხიზლდებით, მით უკეთეს. ხო იცით, საქმეს მალე გამართეთ, როგორც ავადრო ადამიანი, რაც მალე მიეკითხავს ეკიპს, მალე იშველება, ხო? ამიტომ ძალიან გთხოვთ, რაც სწრაფად თქვენთვისვე ვიზახი. იმიტომ რომ ბევრი საქმე მაქვს აღებული და შესაბამისად დროც თითი გვინდა. და დრო გადის და მე შეიძლება აბსოლუტურად სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი, უბრალოდ თქვენ ინანებთ. ნახეთ, მე რასაც საუბრობ, იმედია მიხვდებით, მე აღარ დაკონკრეტდები, დანარჩენს თუ დაგაინტერესდათ, მე პირადში გეტყვით. ჩემი შეცდომები არ მინდა დაიმეოროთ, მიხვდით? აი მოკლედ და კონკრეტულად აი აქ ხალხებს. ეს იყო დღევანდელი გაშლა, ესე იგი, რადგან მე ასეთ პირად შევეხე და ჩაუღრმავდი და ჩემ პირადზე რაღაცები გითხარით, ესე იგი არ მომწონს სიტუაცია და იმაზე უარესია, ვიდრე უნდა ილოცოთ. ოღონდ კიდევ ვიმეორებ, არ ეხება ვისთანაც საქმე დაწყებულია. არა, მოხსნები დაწყებული გვაქვს, საქმე დაწყებული გვაქვს, თქვენ არ მიიღო თქვენ თავზე. ეს ეხება იმ ადამიანებს, ვისთანაც აბსოლუტური თავდაყირა გაუგებრობაა და რა ვიცი, აღარც ხუთსვაჟლეტო აღარაფერი, უბრალოდ რომ ორმა ადამიანმა ესე აუხსნელად დატოვა ერთმანეთი. ყურადღებით, შემოძირფასება. არ არის ეს არ არის სულიერი სოფელია, ხო? სამყაროში განარამდენი ხართ და ვართ. არ შეიძლება. თქვენ ინანებთ, თორე არავინ არ ინანებს დამიჯერეთ. და მაგლა რო აიხედებით, თქვენ ღმერთის წინაშე და სამყაროს წინაშე მართალი უნდა იყოთ, რომ თქვენ ყველაფერი გააკეთეთ. რომ წერენ ხოლმე, რომ სამსახურთან მივაკითხე, ყვიროდი, მიყვარხარ, რა სულელია. რას ლაპარაკობთ, ჯერ რა დონეა? ეს არის ყველაზე დაბალი დონე, როგორ შეიძლება? მაგითი უფრო თქვენ სტატუსს და თქვენ აბსოლუტურად სიამაყეს მიწას თანასწორებთ. რა მივედი და ყვირი ვარ და არავით და ვუმღერი ვარ. არა. რაც ლაპარაკობ, პირიქით, მე აქ იმათთან ვმუშაობ, ზუსტად იმას ვუბნები, რომ კონტაქტზე არ უნდა გავიდეს. ამიტომ ძალიან გთხოვთ, გადმომისამართით პირადში გირჩევნიათ ამდენ საჯაროს ერთი პირადი. ეხლა დაგემშვიდობებით, მიყვარხართ ყველა ძალიან, ყურადღებით, არ მომეწონათ დღევანდელი გაშლა, სასწრაფოდ. საშველი არის, ეშველება, იმიტომ რომ გრძნობებია, მონატრება არის და ბევრი რამე დავინახე. მაგრამ ეს ეგოისტობა და ორიანი ხმალი გვიკეტავს და მთვარე ვაფშე დამეხურა. ყურადღებით. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად დროულად, რომ ისევ თქვენთვის ვიძახი, რომ უშველოთ სიტუაციას. თუ არ გაიღეთ, არც მოგეცემათ. ეხლა დაგემშვიდობებით, მიყვარხართ ყველა. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მოკითხვა ჩემს ემიგრანტებს. შემოძირფასებო, ძალიან მიყვარხართ გაფასებთ და მინატრებით. დროებით მიყვარხართ ყველა და გელოდებით პირადში.